ჩვენ ბავშვობაში არავინ გვასწავლის იმას, რომ ემოციები მნიშვნელოვანია და ჩვენი ემოციები განსაცდელია და ჩვენ ემოციებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. არავინ გვასწავლის იმას, რომ ყველაფერს ნუ დავიჯერებთ, რასაც ვფიქრობთ. არავინ გვეუბნება, რომ ყურადღება არ მივაქციოთ ჩემს აზრებს, იმიტომ რომ შეიძლება ფაქტი არ იყოს და გადავამოწმო ეს. ამას ხო არ გვასწავლია. შესაბამისად, ეს მთელი ცხოვრება რაღაც ემოციებად ილექება, ეს ემოციები ძალიან დიდ ემოციურ ძორებს იწვევს და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ისეთი ემოციური აშლილობა, რომ თვითონ ემოციური ინტელექტის ხარჯზე რაღაც შინაგანი სიბრძნის ხარჯზე ვერ მიხვდეს რომ ემოციებთან აქვს საქმე, ვერ გადაამუშავოს ეს ემოციები, ვერ მოითხოვოს დახმარება, სხეულმა აიღოს მის მაგივრად ინიციატივა და სხეული ყოველთვის ინსტინქტურია, ცხოველურია და ის თვითგადარჩენის მიზნით ეძებს გამოსავალს და ეს გამოსავალი არის როგორც წესი მაღალი სიმძაფრის მქონე ამ შემთხვევაში ღალატში. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ღალატი არ არის, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული. უბრალოდ გვჭირდება გვესმოდეს, რომ ღალატი არის გამოწვეული ძალიან დიდი ემოციური ტკივილიდან და არის გამოწვეული ცხოველური, ინსტინქტური, იმპულსური მდგომარეობიდან, რომელზეც ადამიანს იმ მომენტში არანაირი წვდომა არ აქვს. უბრალოდ დაბინდულია გონება რა.